გამარჯობათ მეგობრებო. მე მინდა მიმართო ყველა ოპერატორს. აი ვინც ჩემ ხელში გაიზარდეთ, ვინც ერთად გავიზარდეთ, ვინც სხვადასხვა ტელევიზიებისში მუშაობის დროს ერთად ვიყავით. უბრალოდ მაინტერესებს რა. აგერ ნიკა დაიჭირეს, ჯობა დაიჭირეს, ვასილი ივანოვიჩიკოვანი დაიჭირეს. მისი მეუღლე უბრალოდ გაუტყდათ, რომ სამი ბავშვი ყავსო და 5,000 ლარიანი ჩაახუტეს სამსახურიდან გამოყრილ ჟურნალისტებს და თქვენ ზიხართ ჩემო ძმებო ოპერატორებო და კაცი შვილი ხმას არიღებთ. ღირსეულები რა თქმა უნდა საუბრობთ კიდევაც და გამოხატავთ. უბრალოდ რა მაინტერესებს რა. სანამ თქვენ არ დაგიჭერენ და თქვენ სახში არ მოგაკითხავენ ცუყველას სათითაოდ, მანამდე სოლიდარობა არ გიდათ გამოხატოთ. ნიკა პატარაია, კარგად იცით ვინც არის და როგორი ოპერატორია და როგორი კაცია და როგორი უთქმელი ბიჭი არის და თავისი დგომით ყოველთვის, თავისი გვერდში დგომით ყოველთვის ყველგან იდგა და თავის საქმეს აკეთებდა. ლევანზე ხო აღარ მინდა ვთქვა, ვასკაზე, აი მოამბელებო თქვენ მოგმართავთ. მოამბის ოპერატორებო, ჟურნალისტებო, კი, ნახე რომ გამოხატეთ თქვენი გულის წყრომა, მაგრამ არ გიჩნდება თუ სამართლობის გრძნობა არა გაქვთ. ანუ ეხლა ამათ 2 კვირიან, 5 დღიან, 7 დღიანში ჩასვავენ და მეორედ კიდე რო გავლენ, მე 1 წლიანში გაუშვებენ ესენი ალბათ. იმიტომ რომ არ გაჩერდება ეს ხალხი, ხო? და თქვენ რას აპირებთ, თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ, მაინტერესებს. თუ გაგიწყდათ ყველას სინდის ნამუსი და შუბლის ძარღვი, მაინტერესებს უბრალოდ მოგმართავთ ყველას რა. სადამდე და როდემდე. იცით რა უნდა გააკეთო, მე რო ვიყოთ ხა თქვენ ადგილას. აი კამერებს და მიკროფონებს მივაყრიდი მაგათ და გამოვიდოდი და ხალხთან ერთად დავდგებოდი რა. მაგრამ თქვენ ამის ვაშკაცობა და კაცობა არ ყოფნით არა. მარტო ფული გინდათ, როგორც სხვა დანარჩენი. მესმის რომ ოჯახები გყავთ, მესმის. მაგრამ რომ ვინ აი მანდრო ხართ ბლომად. ვინმეს მოგიკითხი ვართ 2 წელიწადი და 2 თვეა უმუშევარი ვარ. წარამარა რომ მირეკავდით და წარამარა რომ ხანეს გჭირდებოდათ ხანის და ხანეს ვქნათ და აბა ესე და აბა ეს. ვინმე მომიკითხეთ როგორ ახართო? აი ესე იკითხულობთ მაგ ხალხსაც. თქვენი მეგობრები არ იყვნენ და არ არიან? თქვენი ძმაკაცები არ არიან? ერთად პაესტკებში არ დადიოდით მაგასთან ერთად? ან ნიკასთან, ან ვასიკოსთან, ან მაიკოსთან, ან ის მაინც გააკეთეთ რომ უმშევარ ხალხს ან ფული შეუგროვეთ, სოლიდარობა როგორ უნდა გამოხატოთ სხვანაირად. იქ არ მოდიხართ და Facebook-ზე და იმაზე სოციალურ ქსელებში ხმას არიღებთ და აი სხვანაირად რა ქვია ამ ყველაფერს ერთი მითხარით რა. იმედელებო, მოგმართავთ აბა. ჩემო ძველო ოპერატორებო, ჩემო გაზრდილებო. იქ ვინც დარჩით. სადახართ ბიჭო? ხმას რატო არიღებთ? თუ კარგად ახართ და თბილად ახართ და სიცილ ხართ გადაღადაობაში და მარტო ჩარტყმებში ხართ მაგარი? ბრავო! თქვენი დროც დადგება თქვენი დროც. ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი დროც მოვა. თქვენც დაგიჭერენ ძალიან ან გაგაფარჩაკებენ ბოლომდე. მაგრა გაგაფარჩაკებენ. როგორც მონებს ისე მოგექცევიან. აი როგორც მონებს რა. იმიტომ რომ როგორც ადრე გიყურებდნენ რა, რომ არა ოპერატორი ვინ არის, აბა ვაფშე არავინ არ არის. იმას კი ვერ ხვდებიან ეს ხალხი, რომ ოპერატორის
კისერზე, თვალზე, ყურზე გადადის ეს ყველაფერი და მაგათი დაჭერით რას მიაღწევ. ნუ ამაზე აღარა მაქვს უკვე ლაპარაკი. არ ვსაუბრობ, მაგრამ თქვენ სადახად ბიჭო? როგორ გამოყლევდით ბოლომდე მაგის დედავატირე მე მაგ. სადახად ხმა მაინც ამოიღეთო? არაჩო